მოგესალმებით ყველას. აბა, გაშვებით როგორ ხართ? ესე იგი, იმდენი ხანია ვლოგი არ გადამიღია, რომ ძალიან მომენატრა, მაგრამ რასაც ვიღებ იმის დამონტაჟებაც მეზარება, ესე ვთქვათ და იმის დრო არ მაქვს ხოლმე, ანუ თუ დრო მაქვს თავისუფალი, იმდენად იშვიათად მაქვს თავისუფალი დრო, რომ მირჩევნია რაღაცაში, ესე ვთქვათ, კარგში გამოვიყენო დასვენებაში, სადღაც გასვლაში, გასეირნებაში და იმ ვიდეოს მონტაჟებისთვის დრო აღარ მრჩება. ასე რომ იუთუბერობა არ გეგონოთ მარტივი, იუთუბერობა საკმაოდ შრომატევადი საქმეა. მით უმეტეს ეხლა თუ, რა ვიცი, თუ ბევრად უფრო სხვა კონტენტის იუთუბერი ხარ, მოგზაური ან რაღაცა, მაგ შემთხვევაში მით უმეტეს რთულია ვიდეოს დამონტაჟება. მე ხო ეხლა უბრალოდ კამერას დავიდგავ წინ, ვისაუბრებ და მორჩა, მაგრამ მაინც არ შემიძლია რომ არ დავამონტაჟო. იმიტომ რომ მაინც მთლიან ვიდეოს უნდა უყურო თავიდან, რომ რაღაცეები ამოჭრა, რაღაცეები ახმა მოუმატო, ახმა მოუკლო. მე ზოგადად ვიდეოებს რო ვიღებდი, CapCut-ში უმატებდი ხოლმე ხმას. ხო და ეხლა მაქვს მიკროფონი, რომელიც მწვანე დანათებს აი ესე საყვარლად. და ეხლა უნდა გავთიშო ვიდეო და შევამოწმო ხმას იწერს თუ არა. იმიტომ რომ რავი, ორჯერ თუ დაგეჭირა, მე მგონი მიუცდება, ანუ აღარ იწერს ხმას. გუშინ წინ ეს გამომიგზავნა, მოკლედ ჩემმა მაყურებელმა გამომწერმა ლაშამ ინგლისიდან, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ხო და აი ესე გამყუთე ვიდეოში, გავტესტე მიკროფონი, ძალიან ბევრი ვისაუბრე. მერე გავედი გარეთ და ესა მადლობას რა უხდი, ანუ მიკროფონი მიჭირავს და მადლობას უხდი ლაშას 1-2 წუთი, 3 წუთი ვილაპარაკე და აღმოჩნდა, რომ ხმას არ იწერდა თურმე მიკროფონი. ხო და გამოვშტერდი მეთქი მაინც და მაინც მადლობას სადაც უხდი, იქ რატო არ იწერს ხმას. ხო და ძალიან დიდი მადლობა, მოკლედ ძალიან გამომადგება მიკროფონი და გილოცავთ, რომ წესით ის ხმის ხარვეზის პრობლემა წესით აღარ უნდა იყოს, იმიტომ რომ უკვე მიკროფონს ვიყენებ. ანუ ვიდეოში ხან რო ითიშებოდა ხმა და ხან არა. ასევე მიკროფონი რომ მეკეთება აქ სადმე, აი ვიდეოში რომ გავლა სიტყვაზე, ცოტა შორს რო წავიდე, მაინც გაიგებთ ჩემ ხმას ჩვეულებრივად მიკროფონში. და კიდევ ერთი, რაც არ გიყვარდათ ყავის ხრუპუნი. ყავის ხრუპუნის ხმა ვისაც არ გიყვარდათ, ეხლა ნახეთ რამ ხელაზე მოვხრუპო. აი ესე მეგობრებო. ეხლა მიკროფონში მოვხრუპავ ხოლმე ყავას. ასე რომ ვისაც გაღიზიანებს შეგიძლიათ ასკროლოთ თქო ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ TikTok-ზე არა ვართ, YouTube-ზე ვართ, მაგრამ შეგიძლიათ გადახვიდეთ სხვა ვიდეოზე, არ არის პრობლემა. ესე იგი, იმდენი მოსაყოლი დამიგროვდა თქვენთვის. ხო, ეს მიკროფონი ესე არ მეჭირება ხოლმე ყოველთვის იმასავით, რა ქვია. ჟურნალისტივით. ეს მიკროფონი მეკეთება აი აქ, მაგრამ ძალიან ციმციმებს რაღაცა და ეხლა გავთიშავ ვიდეოს და შევამოწმებ იწერს თუ არა ხმას. ხმას რო არ იწერდეს, ეხლა გამოვშტერდები. იწერს კი ბატონო. იწერს ხმას და თან კიდევ, ანუ მიკროფონში როგორც ისმის ჩემი ხმა, ძალიან კარგი ხმა მაქვს ჩვეულებრივთან შედარებით. ანუ ნახეთ, ძალიან დიდი განსხვავება. ზოგადად რეალურად როგორც საუბრობ, მაგასთან შედარებით კამერაში გაქვს სხვანაირი ხმა
და კამერის ხმასთან შედარებით მიკროფონში სხვანაირად ისმის შენი ხმა და მიკროფონში ჩემი ხმა ძალიან მომეწონა. ესე დავიმაგრებ. ოღონდ ცუდად მიმაგრია და უკვე მივეჩვიე ჩუმად ლაპარაკს მიკროფონის გამო. ანუ მიკროფონი რომ აქვს ჩუმად საუბრობ. ესე იგი, მინდა გესაუბროთ, რომ უბრალოდ ძალიან ეს ამაქრა ახლოს უზივარ და არ ჩანვარ წესივრად. მოკლედ ესე ტარარარარა წარას 1-2 ისმის ჩემი ხმა გაუბერე არა უშავს. ხო, ნახეთ ადამიანებს ხო გჭირდება ხოლმე დასვენება ხანდახან. აი მაგ მომენტში ვარ ეხლა რომ დასვენება მჭირდება ოღონდ ყველასგან და ყველაფრისგან რო ისვენებენ და გადიან ვაფშე ეგეთი დასვენება არ მინდა. უბრალოდ ნახეთ როგორი რაღაცა სახლი, სამსახური, უნივერსიტეტი ვერაფერს ვეღარ ვასწრებ, ანუ უკვე იმდენად გადამტვირთა ამ მუშაობამ და უნივერსიტეტში სიარულმა, თან კი იცით, რომ ძალიან დიდ გზას გავდივარ ფეხით, რომ უკვე ჩემი თავისთვის ვეღარ ვიცლი მართლა. დილას წამოვხტები თუ არა ეგრევე, ჯერ ჩავალ საპრეპარაშოში, მერე ხელპირს დავიბან, მერე უცებ ამოვიცმევ შარვალს, ჰუდს, ფეხსაცმელს და გავდივარ. ანუ ჩემი თავისთვის ვეღარ ვიცლი. ხო და ეგრე არ შეიძლება რა. აი როგორი პიროვნება ვარ იცი? სამსახურის მხრივ მაგალითად ეხა მაქსიმუმი მინდა დავდო. აი მეტი მინდა გამოვიმუშაო, რომ ნაკლებად შევაწუხო მშობლები და ანუ მეტად შევძლო იმ ყველაფრის გადასახადების და იმეების გადახდა. მაგრამ ამ დროს, ამდენ მუშაობაში კარგავ ბევრ სხვა რამეს. იმას, რომ სასწავლებლად ხარ აქ ჩამოსული და სწავლის დრო აღარ გრჩება. ასევე იმას, რომ დრო აღარ გრჩება გართობის და ეგეთი რაღაცეების რა. ეხაც ძალიან გამეჭიმა ვიდეო, უნდა გავიქცე, ეხაც მართლა ვაგვიანებ უკვე, მაგრამ უკვე დიდი ხანია ვიდეო არ ჩამიწერია, ჩემს არხზეც აისახა ეს ყველაფერი და მინდოდა რომ ვიდეო გადამეღო. ხო და აი ეხა ნახეთ 31-ში რო ჩამოვედი. ანუ 20 საახალწლოდ ხო ავიღე ხელფასი და ვერ ვიყავი კმაყოფილი იმის გამო, რომ 200 ლარი წინასწარ ჩაგვირიცხეს საახალწლოდ და პლუს ამას 5 დღე მეტი თუ არა სოფელში ვიყავი და ანუ არ მუშაობდი. ხო და არ მომეწონა ხელფასი და მერე რო ჩამოვედი 31 დეკემბრის შემდეგ, 31-დან ხო დავიწყე მუშაობა. 31 დეკემბრიდან მოყოლებული, თუ მაქამდე ვმუშაობდი ყოველთვის 4-დან 10-მდე, 31 დეკემბრიდან მოყოლებული ვმუშაობ 1-დან 10-მდე, 2-დან 10-მდე. მთელი დღეც ვიმუშავე უკვე ერთხელ. ანუ თუ მუშაობდი 6 საათი, ვმუშაობ ეხა 8-9 საათი, 7 საათი და ესე უფრო და უფრო მეტს. და თან კიდევ პლუს ამას, რაც ჩამოსული ვარ, ყოველ ხუთშაბათს ვისვენებდი ხოლმე მე, ანუ სამსახურში არ მივდიოდი. მაგრამ რაც ჩამოსული ვარ, საერთოდ არ დამისვენია. ანუ აგერ უკვე თითქმის 1 თვე გავა.
და რა ვიცი, აი ეს ერთი თვე მაქსიმალურად გავწეწე ჩემი თავი სამსახურის მხრივ, რომ ძალიან ბევრად უფრო მეტი ვიმუშავე და იმედი მაქვს, რომ ამ თვეში მაინც ვიქნები კმაყოფილი ხელფასით. ზოგადად კმაყოფილი ვარ, რა თქმა უნდა, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, რომ ანუ ძალიან რთული სამუშაო არ არის, თორე ძალიან რთული რო იყოს სამუშაო, 600 ლარით ცოტა იქნებოდა ხელფასი. მაგრამ დღეს 21 საუკუნეში, როცა ესეთი ძვირია გადასახადები, რავი, საჭმელი, სასმელი, ბინები, როცა ესეთი ძვირია ყველაფერი, დღეს ვერ წარმოვიდგენდი თუ 600 ლარი სადმე იქნებოდა ხელფასი. ანუ დღეს მე სანამ მუშაობას დავიწყებდი, მეგონა რომ 800 ლარი იყო მინიმუმი ანაზღაურება ვაფშე ყველგან. ხო და ესე თქვენთან არაფერი არ მაქვს დასამალი და პირველ თვეში გამოვიტანე 650 ლარი, მეორე თვეში ნახდად არ მახსოვს, იმიტომ რომ 200 ლარი წინასწარ ჩამერიცხა და 300 რაღაცა ჩამერიცხა მერე. ანუ 600 არ გამოვიდა რა ახალი წლის მეორე ხელფასი. აი ესე ყავა როგორც ყოველთვის მიცივდება. ეს ხვანათებს. ამ მიკროფონს აქვს კიდევ ესეთი საყვარლობა ჩასადები ჩანთა. ასევე მოყვა 2 დამტენი ამეების დასატენად. ასევე მოყვა ეს ესეთი თავი უმაგრდება, რაც ახლა ამას ამაგრია გუბკის თავი, ესე ვთქვათ, და ეს არის ესეთი ფუმფულა ღუნღულა თავი, რომელიც მეორეს გავუკეთე, ოღონდ ძლივს. მაგრამ რავი, ეს როგორც იწერს ხმას, ეგ უფრო მომეწონა, ვიდრე ეს ღუნღულა თავი. ასე რომ ეგრე ჯობია. ეს არის კიდევ გადამყვანი, მე მგონი წესით კომპიუტერში რო გამოიყენო რა, ეს ამ მიკროფონი, მაგისთვის უნდა იყოს ეს. და მოკლედ ძალიან დიდი მადლობა. ისე ლამაზად შეფუთული თავისი წარწერით. ძალიან გამიხარდა. ოღონდ დილას გავაღვიძე. ანუ დილას ვეღარ მოვითმინე და თავიდან ვიფიქრე, რომ უნივერსიტეტის მერე გავალ და გამოვიტან თქო, მაგრამ დილას ვერ მოვითმინე და ეგრევე მიკროფონის გამოსატანად წავედი. ხო და 9 საათი იყო მე მგონი, ან 10 იქნებოდა. ეგ ხო საქართველოში არ ცხოვრობს მაგასთან, სულ სხვა დროა რა. ძალიან ადრე იყო მაგასთან და ანუ იქ ამანათი არ გამომატანეს, მომთხოვეს ემაილზე უნდა მოიწეროს, რომ თქვენ გაიტანთო ამანათზე. ხო და დავურეკე, რომ გამოვედი ფილიალიდან და მერე მივხვდი, რომ იხლა იმასთან სულ სხვა დრო იქნება თქო და მერე გავთიშე და წავედი უკვე, ჩავედი მეტროში და მირეკავს და მოკლედ გააგზავნა ემაილზე წერილი და გამომატანეს ამანათი. აუ. ძალიან მიყვარს ზოგადად ჩემი თავის მოვლა, ესე ვთქვათ. ანუ თუნდაც ლამაზად ჩაცმა, ლამაზი ტანსაცმელების ყიდვა, თუნდაც სახის კანის მოვლა, თმის მოვლა,
ძალიან მიყვარს ეგ ყველაფერი, მაგრამ როცა გადარბენები მაქვს და როცა დრო არ მრჩება, ძალიან არ შემიძლია რა ეგრე. ეხა სოფელში რო ვიყავი და არაფერი საქმე არ მქონდა. ზაფხულობით განსაკუთრებით 9-ჯერ გამოვიცვლიდი ტანსაცმელს. 9-ჯერ. ხან იმას ჩავიცმევდი, ხან ამას ჩავიცმევდი. მერე რა ვიცი, მოკლედ თავს ძალიან ვუვლიდი, მაგრამ ეხლა ძალიან არ შემიძლია ესე რა. ანუ დილას რო ავდგები და ეგრევე შარვალს ჩავიცმევ და გარბივარ. ეხლაც ნახეთ, ეხლაც დღეს 12 საათზე მინდოდა, ანუ ნახეთ 11-ზე გავიღვიძე. და 11-ზე კი არ გავიღვიძე. 12 იყო რო გავიღვიძე. ხო და პირველზე მინდოდა სამსახურში რო ყოფილიყავი რა. და ეგრევე წამოვხდი 1 საათი გზაში მჭირდება და ვიფიქრე რომ აი უცებ ჩავიცმე, ყავას დავლევ და გავიქცევი თქო. 40 წუთი მაინც მჭირდება სახში გზაში მოკლედ და 20 წუთი ვაპირებდი რომ უცებ ჩამეცვა, ყავა დამელია და პირველზე მინდოდა სამსახურში ყოფილიყავი, მაგრამ ეხა ვიდეოს გადაღება რადგანაც გადავწყვიტე, აქვს შესაძლებლობა სამსახურში რომ პირველზე თუ არა 2-ზე მივიდე. ასე რომ ეხლაც უცებ გადავწყვიტე რომ 2-ზე მივიდე პირველის ნაცვლად და რა ვიცი ცოტა გესაუბროთ და ძალიან მომენატრა ესე ვთქვათ ვიდეოს გადაღება. და დავაედიტებ მაინც ვიდეოს და ატვირთვით მოგვიანებით ავტვირთავ. დღეს შაბათია და ლექცია არ მქონდა. ახლა უნივერსიტეტში ორშაბათიდან მეწყება ლექციები. 2 კვირა ლექციები კი არა და ფინალური გამოცდები. ძალიან ნერვიულობ, მაგრამ შუალედურებმა მშვენივრად ჩაიარა და იმედი მაქვს ფინალურებიც ეგრე მშვენივრად ჩაივლის. იმაზე უფრო უკეთესად. იმიტომ რომ შუალედურებში ერთ საგანში მქონდა მარტო ყველაზე მაღალი ქულა 18-20-დან, დანარჩენებში 16, 15-ები მქონდა, ერთში 14-იც მქონდა. ასე რომ ფინალურებში უფრო კარგი შედეგი უნდა დავდო. ხო და ნახეთ როგორი რაღაცა შეგიძლიათ რომ ერთ დღეს დაწეროთ ყველა გამოცდა თუ იქნა ატვირთული. ასე რომ ორშაბათს არ ამგონია რომ იყოს სხვა გამოცდები ატვირთული და ორშაბათს თუ არა სამშაბათს მაინც დავწერ 6-ვე საგნის გამოცდას და მერე უკვე რავი 4-შაბათი, 5-შაბათი, პარასკევი, შაბათი, კვირა მარტო სამსახურში მომიწევს სიარული და დილის საათებში დავისვენებ მოკლედ. და მეორე კვირა უკვე არის გადაბარების კვირა თუ რასაც ეძახიან, ანუ ვინც ვერ ჩააბარა გამოცდები ისინი მიდიან და ხელახლა წერენ მე მგონი. ხო და ეგ კვირაც ანუ ვისვენებთ რა. იმიტომ რომ მე ჩავაბარებ გამოცდებს და არ მივიწევს მისვლა, იმედი მაქვს. ასე რომ აი მოკლედ ეხა ვფიქრობ რომ აქამდე ხო გადარბენებზე ვიყავი, დილას უნივერსიტეტში გავდიოდი, უნივერსიტეტიდან ეგრევე ლექციაზე. და ეხლა დილის საათებში დავისვენებ მოკლედ წესიურად და ცოტას ამოვისუნთქებ ეს 1-2 კვირა. ой, რა უნდა გითხრათ? ყველაზე მთავარი დამავიწყდა. ჩემი ძმა ჩამოვიდა. და რა ვიცი, ერთმანეთს გვერდში ვდგავართ და ცოტა ის სიმარტოვის და რაღაცების შეგრძნება ხო ისიც ცოტა გამქრალია, იმიტომ რომ რავი ღამის საათებში მაინც ხო ვართ ერთად
ძირითადად სულ გარეთ ვარ, მაგრამ საღამოს რომ მოვდივარ სახლში ხომ ხვდება ჩემი ძმა და რა ვიცი, აი ესე ერთად ვაკეთებთ საჭმელს, ერთად ვჭამთ და ასე შემდეგ რა და ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს ეგ ჩემთვის. მე მაგალითად სიყვარულის, ასე ვთქვათ, გამოხატვა არ შემიძლია. კი ძალიან მიყვარს, მაგრამ ზოგი ადამიანი როა ყოველ 2 წუთში აი მიყვარხარ და გიждდები შენზე და ნუ ყოველ ასე ვთქვათ თბილ სიტყვებს რო გამოხატავს, მე ეგრე არ შემიძლია. ანუ მე ვიცი რომ მიყვარს და პატივს ვცემ ადამიანს, მაგრამ ის გამოხატვა ნაკლებად მიჭირს. თუმცა ალბათ მაინც ვაგრძნობინებ, რა თქმა უნდა, რომ მიყვარს. და ჩემი ძმა პირიქით არის გამოხატავს სიყვარულს. ეხლა რატო ვთქვი ეს? მამაჩემიც ეგრეა, დედაჩემი უფრო გამოხატავს, ვიდრე მამაჩემი, ალბათ ამაში მამაჩემს გვავარ. იმიტომ ვთქვი ეს, რომ სოფელში რო ვიყავით ჩასული, აი ჩემი ძმა სულ ესე მეფერებოდა, თბილად მელაპარაკებოდა, რაო ბაჩუკი, რა შვები და აი ესე რა სულ ტკბილი სიტყვებით მელაპარაკებოდა მთელი ყოფნის პერიოდი, ანუ სულ რა ძალიან სხვანაირად მექცეოდა, თბილად მელაპარაკებოდა მოკლედ. ხო და აი ახლაც ეგრეა რა, რომ მოვალ ხოლმე აბა რა შვები, დაიღალე რაღაცა და მეხმარება რაღაცეებში და გვერდში მიდგას რაღაცეებში, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე ბევრად უფრო ზარმაცია, ამას ვაღიარებ, გვერდში მიდგას. მაგრამ განვიცდი ასევე იმ ფაქტს, რომ მთელი დღე სახლში არა ვარ და იმაზე ვფიქრობ და ვდარდობ, რომ აი ხლა ამას უეჭველი დაეზარა საჭმელის გამოტანა, გაცხელება, ან შეწვა, ან მოხარშვა და ჭამა. სულ იმაზე ნერვიულობ, იმიტომ რომ ზარმაცია რა. ანუ თუ არ გამოუტანენ და თეფრზე თუ არ დაუდე, თავისით შეიძლება არ ჭამოს. თან ძალიან ცოტა ჭამს რა. ხო და სულ ვეუბნები, რომ ესე მთელი დღეები სახლში რო არა ვარ, საჭმელი არ უნდა ჭამო თქო? საღამოს მოვალ სახლში, გავაკეთებ, გავაცხელებთ, ან შევწვალთ, ან მოვხარშავთ და ჭამთ ხოლმე ერთად. მაგრამ საღამომდე დილიდან რო გასული ვარ, რა შვება ვინ იცის? ასე რომ გამზადებული უნდა დაუტოვო ხოლმე, რომ იმის გამოტანაც თუ არ დაეზარა. ანუ უნდა დაუბარო, რომ მთელი დღე სახლში არა ვარ და საჭმელი ჭამე. სულ იმის მიმოწერაში ვარ, რა ქენი საჭმელი ჭამე, რა შვები საჭმელი ჭამე და აი ესე რა. მაგრამ ძალიან მაგარია მოკლედ. ეს მარტო რო აღარა ვარ, მაინც სულ სხვა რა. ცუდად არ ვიყავი, რა თქმა უნდა, მარტოც, მაგრამ როცა ოჯახის წევრი ყავს გვერდში, ბევრად უფრო ანუ სხვა რაღაცას ნიშნავს რა. და ყველაზე მეტად რისი იმედი მაქვს, იმედია, რომ ჩემსავით გამოსწორების გზას დაადგება. იმიტომ რომ მე რაც ჩამოვედი თბილისში, ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა, კი იცით თქვენ ყველაფერი და ძალიან ბევრს ვფიქრობ ხოლმე. ძალიან ბევრს ველაპარაკები ჩემს თავს, ვცდილობ რაღაცეები გამოვასწორო უკეთესობისკენ. სულ იმას ვცდილობ, რომ განვითარდე და რაღაც წარმატებას მივაღწიო და აი ესე ნელ-ნელა მოდის, რა ქვია, მიზანს ესე რაღაცა დიდ მიზანს კონკრეტულს უცებ ვერ მიაღწევ, მაგრამ აი ესე ნელ-ნელა ვითარდები ადამიანი, მთავარია, რომ გინდოდეს мотиваცია გქონდეს, ცდილობდე, ფიქრობდე და იმედი მაქვს, რომ ჩემი ძმაც ახლა ეძებს სამსახურს და ანუ შეპირებული არიან და იმედი მაქვს, რომ ჩემი ძმაც დაიწყებს მუშაობას, გამოასწორებს გრაფიკსაც და ყველაფერს რა.
იმიტომ რომ 21 წლისაა და ერთხელ იმუშავა, ეხლა ჩვენთან სოფელში ბაღი შენდებოდა და იქ იმუშავა მშენებლობაზე. დანარჩენი სხვაგან არსად არ უმუშავია და თავისი ხელფასის გემო არც აქვს გაგებული. ძალიან უყვარს მაგასაც ფულის ხარჯვა. ხო და აი გემოს რო გაუგებს ფულს, მერე იმედი მაქვს რომ რაღაცებს გამოასწორებს და შეცვლის. წავედი ახლა მეგობრებო, დაგემშვიდობებით. აი ესე რა ვიცი, მაპატიეთ რომ ამდენი ხანია ვიდეო არ გადამიღია, თქვენზე მეტად მე მინდოდა რომ ვიდეოები გადამეღო და ამეტვირთა, იმიტომ რომ აისახება ეს ყველაფერი, ანუ არაქტიურობა ცუდად აისახება ჩემს არხზე და აქტიურობა კარგად აისახება. ასე რომ უნდა ავინაზღაურო ის დაკარგული დღეები და რაღაც მაქვს საინტერესო იდეები, საინტერესო გეგმები. აი მიკროფონი განსაკუთრებით დამეხმარება მაგ გეგმის განვითარებაში. ხო და აი ესე ხალხში მინდა გასვლა და ინტერვიუების მსგავსი ვიდეოების ჩაწერა. მერე ჩელენჯებიც იქნება, მერე თუ ჩელენჯი შეასრულებს საჩუქარს მოკლედ რა 1000 გეგმა მაქვს უფრო საინტერესო ვიდეოების განხორციელების მხრივ, მაგრამ ჯერჯერობით თავიდან რასაც ვაპირებ, აი ესე უცხო ადამიანებთან მიხვალ და დავუსვავ სხვადასხვა კითხვებს რა და საინტერესო ვიდეოები გამოვა მათ აზრს რომ მოისმენ და ასე შემდეგ. პირველი გეგმა რაც მაქვს, რისი განხორციელებაც მინდა, რას ეტყოდი საკუთარ მეს, საკუთარ თავს, ანუ ამ კითხვებს დავუსმევ ყველას, რამოდენიმე ადამიანს და სხვადასხვა ადამიანებისგან სხვადასხვა იმას მოისმენ რა. ძალიან საინტერესო იქნება ვფიქრობ, რას ეტყოდნენ ადამიანები საკუთარ თავს. აი ესე მე რო ვიღაცამ ეს კითხვა დამისვას, თან რომ მიკროფონით დამადგეს, შეიძლება ჰოპ და უცებ ვერ უპასუხო, უცებ დავიბნე, მაგრამ ძალიან საინტერესო რაღაცებს უპასუხებდი. ეხლა ბევრი ვიფიქრე, რას ვეტყოდი საკუთარ თავს და აი ვერაფერი ვერ მოვიფიქრე, მოკლედ სიტყვები ვერ დავალაგე და ეხლა ვეცდები რომ ისე ვთქვა რა, რაც უცებ მომაფიქრდება. საკუთარ თავს ვეტყოდი იმას, რომ ალბათ უფრო მეტად გაძლიერდეს, უფრო მეტი შეუძლია. ალბათ ვეტყოდი იმას, რომ არ დანებდეს რთულ პერიოდებს გაუძლოს, ესე ვთქვათ და ცუდ პერიოდებს აუცილებლად მოყვება კარგი. თავარია ბაჩო, რომ გიყვარდეს ესე ვთქვათ შრომა, იყო შრომის მოყვარე, მოტივირებული ესე ვთქვათ და მიცე საკუთარ თავს განვითარების შესაძლებლობა. ანუ შეცდომებზე ბევრი ისწავლო და აი ესე ნელ-ნელა მოკლედ მიაღწიო საკუთარ მიზნებს. რავი, აი ეს იყო ეხა უცებ რაც ვთქვი და არ მიფიქრია საერთოდ, აი ესე უცებ რაც მომაფიქრდა, ეგ გითხარით და გაგიზიარეთ. ასე რომ მე ესეთ კითხვებსაც დავსვავ, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი თავი 10 წლის შემდეგ და მსგავსი კითხვები რა. საინტერესო იქნება ჩემი აზრით დაწერეთ კომენტარებში. უბრალოდ ის პრობლემაა, რომ აი ესე ხალხში ვიდეოს გადაღება მერიდება და თქვენ წარმოიდგინეთ ეხლა ხალხთან მისვლა და კამერით და მიკროფონით რომ დაადგები ადამიანებს, რამდენად ეს არის რთული ჩემთვის ეგ. მაგრამ არა უშავს, აუცილებლად ცდი და აუცილებლად ერთ ვიდეოს აუცილებლად გადავიღებ და მერე თუ მოგეწონათ გავაგრძელებ. აბა დროებით ეს ვიდეო გამოვა მე მგონი 1-40 წუთიანი, მაგრამ ესე მონატრებულზე ჩაუჯდებოდით გემრიელად და ალბათ გულიც კი დაგწყდებათ ვიდეო რომ თავდება, ვინც ჩემი ისეთი მაყურებლები ხართ, კი იცით ხა რასაც ვამბობ.
მაგრამ არა უშავს, სანამ ახალ ვლოგებს ავტვირთავ ხოლმე, ძველ ვლოგებს ჩაუჭექით, ვისაც ძალიან გიყვარვართ და გენატრებით. მაგრამ იმაზე მწყდება გული, რომ ადრე ვიდეოს 1-2 დღე რო არ დავდებდი, უკვე კომენტარები მომდიოდა სათხარ ვიდეოებს რატო არ დებ და ეხლა 5 დღეა ვიდეოები არ დამიტია და ერთი კომენტარიც არ დამხვდა სათხარ სად დაიკარგეო. თუმცა არა უშავს. აქ ვარ. არ სადაც არ დავკარგულ ვარ. ой, ხო, მეორე ხელფასიც ჩამერიცხა YouTube-ზე. პირველი ხელფასის შემდეგ 2 თვის შემდეგ ჩამერიცხა მეორე ხელფასი, მაგრამ ამ თვეში ისე ვიზარმაცე, რომ 2 თვე კი არა, 3 თვე ალბათ ვეღარ ავიღებ მესამე ხელფასს. ამ მიკროფონში კიდევ რაც არის კარგი, წესით ეგრე უნდა იყოს, რომ ქუჩაში რომ მოძრაობ, ძალიან ბევრი მანქანები ხომ მოძრაობენ, სულ მანქანის ხმებია და შხუილი. ხო და მიკროფონს როცა იყედებ, გარედან ხმები ნაკლებად შემოდის. მანქანის ხმები ნაკლებად ისმის, მოკლედ ისმის მარტო შენი საუბრის ხმა. აბა დროებით, ჩემო კარგებო, ბოდიშით რომ მოგანატრეთ თავი და ესე ნელ-ნელა უნდა განვვითარდე YouTube-ის მხრივაც და ზოგადად რა გზასაც გავდივარ, ცხოვრების რა გზასაც გავდივარ, იმ მხრივაც უნდა განვითარდე. და რა ვიცი, ნელ-ნელა სხვადასხვა რაღაცეები უნდა შევცვალო უკეთესობისკენ. აბა თქვენ იცით, წარმატებებს გისურვებთ, ბედნიერებას, ჯანმრთელობას და ყოველივე საუკეთესოს დროებით გემშვიდობებით.